გამარჯობა, ამ ვიდეოში ვისაუბრებ კონსტრუქტორებზე. კონსტრუქტორი გამოიყენება ობიექტის ინიციალიზაციისთვის. თუ ჩვენ გვინდა გავუკეთოთ ამ ცვლადებს ინიციალიზაცია names და ages, ამისთვის უნდა შევქმნათ კონსტრუქტორი. კონსტრუქტორის სახელი აუცილებლად უნდა ემთხვეოდეს კლასის სახელს. კონსტრუქტორის შესაქმნელად გვჭირდება ფრჩხილები, შემდეგ ფიგურული ფრჩხილები და პარამეტრად უნდა გადავცეთ შესაბამისი ცვლადები. მიღებული ცვლადები უნდა მივანიჭოთ კლასის ცვლადებს. თუმცა, როგორც ხედავთ, როგორც ჩვენ, ასევე კომპილატორი ციბნება და ვერ ხვდება რომელია პარამეტრი და რომელია კლასის ცვლადი. ჩვენ რო კომპილატორს მივახვედროთ, რომელია კლასის ცვლადი, ამისთვის წინ უნდა დავუწეროთ this keyword. ეხლა გადავინაცვლოთ main მეთოდში. როგორც ხედავთ, კონსტრუქტორი მოგთხოვს, რომ გადავცეთ პარამეტრები, სახელი და ასაკი. მოდი ეს კოდი ავიტანოთ ზემოთ. ძიმე. ასაკი. ეს შეგვიძლია წავშალოთ. ასევე P2-ისთვისაც ავიტანოთ სახელი, ავიტანოთ ასაკი. კვლავ გავუშვოთ კოდი და ვნახავთ, რომ იგივე შედეგს მივიღებთ. დავბრუნდეთ ისევ person კლასში. ჩვენ შეგვიძლია შევქმნათ არა მარტო ერთი, არამედ რამოდენიმე კონსტრუქტორი. ერთი და იგივე სახელით. თუმცა ეს კონსტრუქტორები ერთმანეთისგან უნდა განსხვავდებოდნენ პარამეტრების რაოდენობით ან პარამეტრების ტიპით. მოდით ახლა შევქმნი კიდევ ერთ კონსტრუქტორს, რომელსაც ქვია ცარიელი კონსტრუქტორი და რომელიც მომცემს საშუალებას საწყისი ობიექტი შევქმნა სახელის და ასაკის გარეშე. ამ პროცესს ეწოდება კონსტრუქტორების გადატვირთვა. უკვე ჩვენ შეგვიძლია შევქმნათ person 3, რომელსაც არ გადავცემთ სახელს და ასაკს. ამით ეს ვიდეო დასრულდა. გმადლობთ ყურადღებისთვის. ბედნიერ კოდირებას გისურვებთ.